რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბი გაიხსნა. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე სამ ძირითად მიმართულებას მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას, სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრს და მომხმარებლებზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდების ძირითად ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს. აგვისტოში კი ტექნოლოგიურად აღჭურვილი ახალი სივრცე მსურველებს ქართულ ინოვაციურ ჰაბთან ერთად AI ტრენინგ კურსზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე ელოდება. და მივულოცო რუსთავს ახალი სივრცის გახსნა, რომელიც იქნება ახალგაზრდებისათვის თანამედროვე უნარების, ჩვევების, დაუფლების და განათლების მიმართულებით, ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ჰაბი და ამასთან ერთად მე იმედი მაქვს, რომ ამ სივრცეში დაიბადება ის ახალი იუნიკორნი, მილიარდიანი კომპანია, სტარტაპი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიო ბაზაზე გაუქმოს სახელს ჩვენს ქვეყანას. სივრცე, რომელიც დღეს გავხსენით და არის უნიკალური ციფრული მუნიციპალური სივრცე, მოგცემს ახალ შესაძლებლობებს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება მათ დასაქმებაზე და ასევე, რა თქმა უნდა, მეორე მთავარი მიზანი იქნება ამ შენობის ის, რომ მოემსახუროს მუნიციპალური სერვისების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ეს რეფორმა სრულად თანხმედრაში არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტთან, რაც უკავშირდება სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების განვითარებასთან. აქ იქნება წარმოდგენილი როგორც საგანმანათლებლო კურსები ინფორმაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმუშავებს მუნიციპალური ის ჯგუფი, რომელიც ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალაქის Smart Cities კონცეფციაზე იმუშავებს.